გონიერი საერთოდ რომ ფილმებს აღარ ჩამოუვარდებიან თავიანთი მასშტაბურობით, ეს ყველა ვიცით, მაგრამ ფინანსურად თუ იცით რა ხდება. მეშვიდე ადგილი არის მანდალორიანელი და გროგო, რომლის ერთი სერია ჯდებოდა 5 მილიონი დოლარი. მეექვსე ადგილი კი ცხრა ოკეანეს უკავია საუბარ სერიალს, რომლის ერთი სერია ჯდებოდა 20 მილიონი დოლარი. დრაკონების სახლი, მისი ერთი სერიაც 20 მილიონი დოლარი ჯდებოდა. WandaVision-ის ერთი სერიის გადაღება კი უჯდებოდა 25 მილიონი დოლარი. ხოლო უცნაური ამბების ერთი სერია ჯდებოდა 30 მილიონი დოლარი. ახლა კი რაოდენად გასაკვირი არ უნდა იყოს, მეორე ადგილზე გავიდა სერიალი ციტადელი, რომლის ერთი სერია ჯდებოდა 50 მილიონი დოლარი. და პირველ ადგილზე გავიდა ყველაზე დაჰეიტებული სერიალი ბეჭდების ბრძანებელი სპინ-ოფი, ბეჭდების ძალაუფლება ერქვა სერიალს თუ არ ვცდები და მისი ერთი სერია ჯდებოდა 50 მილიონი დოლარი. შენ მეგობარო, არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა, ჩემ ახსნას შენ აუცილებლად ნახავ კარგი რევიუებს, ფილმებისა და სერიალების, ასევე კინო ნიუსებს და საინტერესო ფაქტებს. მომავალ შეხვედრამდე.